ცილებია და ეს რა თქმა უნდა არც არის გასაკვირი. როგორც წესია დაუწერეთ კანონად იმ მატჩი თელავის მაისურით გაიტანა 8 გოლი და შეასრულა 6 შედეგიანი გადაცემა. ერთ-ერთი ლიდერი იყო ინფორმაციის თელავისა თორნიკე მორჩილაძე. ტანდილაშვილი უხერხული მიიღება ლევან ტანდილაშვილმა გარისკა და გაუმართლა ძალიან ზოლაბურთისათვის საბა ხარებაშვილი, რომელზეც არ წყდება როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში ხეში იყო და ალბათ სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ კოტე გიორგაძე მიიღო წითელი ბარათის აფრიალების გადაწყვეტილება. ჯერ ძალიან ადრეა, მხოლოდ მე-14 წუთი იწურება და პაუზაც ჰქონდა პლუს 300, ყველაფერი იდეალურად დაიწყო. ჟივიძე ოტალოვი კარგი გაყოლება, ჩაწოდება საჯარიმოში და იქნება გოგნაძისთან ორთაბრძოლისას მიიღო მან დაზიანება. აი გოგნაძეს დაუბიჯებია და მოუბოდიშა კიდეც იქ და რაოდენობა. აქ კარგად დარტყმა იქნება. კარგი შტაბეჭდილება დატოვა აი ამ ფეხბურთელმა, რომელიც გახლავთ ახლა ბურთით. ბენეზერ კბოზო 13 წლის ტევი ფეხბურთის მიმდევარია ორივე მწვრთნელი, ბურთის კონტროლი უყვართ მათი ფორმაციის გუნდებს და დღეს მათი დუელი ცალკე ხარებაშვილი ლომინაძე, რომელიც პრაქტიკულად მათევაძეზე 24 წუთზე მისი პირველი გოლი მიმდინარე სეზონში. მატო არველაძეს დიაგონალი ჟივიძეზე გარკვეული სახის გადაადგილებები მოხდა და ეგეთ ხვადაგიანმა შეიწია თუ არველაძე ეს ესპასი ხარებაშვილი კარგია გვილია დინამოსთვის თავარია როგორ ეს ტაიმი არ წააგოს, რადგან პაუზა ასე მარჯვნივ ჟივიძე მე ძალიან კარგ ფორმაში ესეც უნდა ითქვას. ჩაწოდების მცდელობა ხარებაშვილმა დაუბლოკა გოგნაძე. ეს კედელი არ გადის და საბოლოოდ ლავაკო გვილია ასე ხარებაშვილზე. ახლა მოუწია მატჩის სცენარიდან გამომდინარე თავისი მშობლიური პოზიციის დაკავება. წინა მცველისა ხარებაშვილი ჩაწოდება ეფექტურად თამაშობს ლატო. მარაკველიძის ჩაწოდება საჯარიმოში კარგი ეცებს თავისუფალ პარტნიორს მოძრაობა არ შეინიშნება, მაგრამ მაინც კაპიტანთან გამოსავალი ჟივიძე ცნობილაძე, შემდეგ არველაძე ლავატო ცნობილაძე არ იყო ეს პასი უკვე გავი ჯარი ლაუ ხარება აგზელებინებს გიორგაძე შეხვედრას თელავს ოჯახი რა თქმა უნდა იყო. კარგი გათამაშება გოგნაძე, ურა მაგარი ფინტი ხარებაშვილის წინააღმდეგ წაიგზა გოგნაძე საჯარიმოში და რა პენალტი თუ არ იყო კონტაქტი, რა თქმა უნდა ეს პენალტი იქნება გაუქმებული. ყურადღება არ უნდა იყოს. ნელ-ნელა შეჯამებაზე აბსოლუტურად თანაბარი პირველი ტაიმი ვიხილეთ და კანკავა მის წინააღმდეგ. გვილია კარგია, იაკობიძე ხარებაშვილის მოგერიება წინ. რომელიმე გუნდმა მოახერხოს ტაიმის მოგება. ხარებაშვილი მიყავს როდარიანი, მაგრამ მატოს მორიგი დიაგონალი. მივიდა ეს პასი ადრესატამდე, ანუ გოგნაძემდე, კვლავ ხარებაშვილი მის წინააღმდეგ. დიაგონალი
გოგნაძე ძალიან კარგი ლამაზად იქა. ჩამოიშორა მეწინააღმდეგე, აგრძელებს წინსვლას, დაარტყა დაუბლოკეს. თუმცა შეტევა გრძელდება. ჩაწოდება ეს ნემოლენო ეს ბურთი ვილია შემდეგ ნინუა კარგი პასი გავიდა ხარებაშვილი საჯარიმოშია დადგმებებიც მოხდა და ამაზე რეპორტაჟის მსვლელობისას გეტყვით ასევე ორმაგი შეცვლა განხორციელდა დინამო თბილისის რიგებშიც მათ კარს იცავს მიხეილ მაკაცარია ასევე დაცვაში ირაკლი იაკობ ოჩახ ლომინაძეს მოიგო მეორე საფრთხეზე ქუთაისის ტორპედოს ქუთაისელების სტარტი კი კარგი სურათი დინამო თბილისის განლაგებისა აუდივის თელოს არველაძე არაქველიძე შეინარჩუნა ბურთი დევდარიანი არველაძე 38 წლის და მაინც დაუღალავად მუშაობს და იბრძვის ყველა ბურთისათვის თავს არველაძე დევდარიანი კარგი პასი ჟივიძე მესამე გაფრთხილება თელავერთა მხარეს აქ ყურადღება მოქმედება ხარებაშვილმა მოიპარა ბურთი თავად გადადის შეტევაზე დაბალი და ფანები აიცა არტური თამაში წავიდა ოზოაკაც კარგია პასი მარჯვნივ ჟივიძე კარგი პლაცდარმია შეტევის გასამწვავებლად პოლტაოვი მასიმისინა არტური ჩაფრით ალბათ მთელი მატჩის განმავლობაში როგორც თელაველი ისე თბილისელი გულშემატკივრის შეძახილები ჩაწოდება საჯარიმოში ჟივიძე დევდარიანის შემდეგ კარგი კონტრიერი შეიძლება გამოვიდეს საპირისპირო პლანზე გადატანა არველაძე სადღობელაშვილი დევდარიანი კარგია შემდეგ გოგნაძე ქორთა ბრძოლა იქნება შანსი აქვს რომ მიაღწევს. თუ მაინც და მაინც საპირწონედ ითვლება 3 ქულის მოპოვება წარმატებად, თორემ ბოზო ოტალოვი კლავ უკანახაზელების როლი ისე ცირ ზოლაბოთსათვის ხარებაშვილი უჯარიმო თამაშობს და ძალიან მაგრად ხარებაშვილი საჯარიმოშია პასი უნდა გადააგდო ბურთი აუცილებლად თელაველებმა და საჯარიმოსგან შორს კიდევ ერთი შეცდომა ხარებაშვილი ჩაწოდება საჯარიმოშთან დატმაწი ხარებაშვილი იტვირთება ბოლო წუთებში გოგნაძე თუ ხარებაშვილი არ ნახოთ გოგნაძე არის კიდევ ერთი შეცდომა ფეხბურთელი რომელიც ძალიან მალე ინგლისურ